აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერებების სია იზრდება, ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებებიდან ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონში ცვლილება შედის. საკითხს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს. ამკრძალავ ნარკოტიკული ნივთიერებების ნუსხას 8 ჯანმრთელობისთვის საშიში ნარკოტიკული ნივთიერება დაემატება. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, კანონპროექტის მიღების შემდეგ ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი წამლები ექიმის რეცეპტის გარეშე აღარ გაიცემა. მინისტრის თქმით, შეზღუდვა შეეხება ბოლო პერიოდში გავრცელებულ წამალ ბაკლოსანსაც. ეს მოიცავს როგორც საკუთრივ ჩამონათვალის შეცვლას, ასევე იმ ზომების, იმ ასე ვთქვათ, სანქციების გამკაცრებას, რომლებიც აქამდე იყო გათვალისწინებული ამ კანონპროექტში. რესპუბლიკაში შემოდის მრავალი ნარკოტიკული საშუალება სპაისების სახით, რომელიც აქამდე იყო უცნობი და ვერ ხდებოდა მათი დადგენა და დოზირების განსაზღვრა, რომ შესაბამისად მოხდარიყო სასჯელის შეფარდება. შენახვის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელი ეკისრება მომხმარებელს, მაგრამ თუ ის საშუალო რაოდენობით ან იმაზე მეტი არის, მაშინ ადმინისტრაციული სასჯელი ფულადი ერთეულით კიდევ უფრო ზრდება.